ჩვენ რაც უფრო დიახ, ვიბრძოლებთ, ვიმოქმედებთ, არ გავჩერდებით. ეს ხალხი მართლა უნდა დაიღალოს. ადამიანებთან ის მასა, რომელსაც სულ ცალფეხზე კიდია ქვეყნის ბედი, ჩვენით უნდა დაიღალონ. მეტი გამოსავალი არ არის, ეგენ უნდა დაიღალონ ჩვენი ყურებით. ჩვენი ახმაურით, ჩვენი აქტივობით უნდა დაიღალონ და ბიჭო მართლა ხო და გავაკეთოთ თუ არ გვაყენებენო. სახარებაში რო არის უსამართლო მსაჯულის შესახებ იგავი მამი. როდესაც ქვრივი დედაკაცი მიდის სამართალზე საჯულთან, რომელსაცო ღმერთის არ ეშინოდა და კაცის არ ცხვენოდაო. ამ ადგილს რო ვკითხულობ, მამაო, ჩვენი მთავრობა მახსენდება ეგრევე, ასოციაცია იწვევს ჩვენ მთავრობას. აი ეპიტეტია მამა, ზუსტად აი ეპიტეტია. სახარებაში პირდაპირ წერია ეგრე, მამი, რომ მოსამართლე იყო, რომელსაც ღმერთის არ ეშინოდა, კაცის არ ცხვენოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვრივი არ აყენებდა, სამართალს თხოვდა შეუწყვეტლივ. და ბოლოს ეუბნება თავის მსახურებს, მიესით მაგას თავისი სამართალი, თავი დამანებოს და დამასვენოსო. აი ეს არის მეგობრებო, ჩემო ქართველებო, ჩვენი ბრძოლის გზა. ჩვენ ვყავს ამ მიწიერი, ვინაც უნდა გადაწყვეტილება მიიღოს და ვისაც გადაწყვეტილება უნდა შევაცვლევინოთ. ამ მოღალატეობრივი პოლიტიკისგან, ქვეყნის გაყიდვისგან უნდა შევაცვლევინოთ გადაწყვეტილება, ეს არის ადამიანთა ჯგუფი. ძალაუფლებაში მყოფი, რომლებსაც ღმერთის არ ეშინიათ და კაცის არ ცხვენიათ. მაგრამ თუ ჩვენ ამას არ დავაყენებთ, არ დავიღლებით საქართველოს სიყვარულისთვის, შედეგი გარდაულა დაიდება. მაგათ უკან დავახევინებთ კი არა, ნუ ხო. რას გაიფიქრეთ რა? აღარ ვიტყვი სიტყვებს, ზუსტად იმას შეუსრულებთ, რაც გავუკეთებთ. იმედი მაქვს, აი გაიფიქრეთ, ხო, სულს არ გაიფიქრებდით. დიახ, რა თქმა უნდა. ხო და გავუკეთებთ ამას. აუცილებლად. ოღონ ამისთვის აუცილებელია არ დავიღალოთ საქართველოს სიყვარულისთვის. არ დავიღალოთ იმისთვის, რომ ერთმანეთის გვერდში დგომია და ის გეგმაზომიერ ნაბიჯ წინ სულისთვის, ამისთვის არ დავიღალოთ. ვინცა ხართ დარჩენილი საქართველოზე შეყვარებული ხალხი. აი იმათ მოგმართავთ, რა თქმა უნდა, მარტო თორე თელ მასას რომ მიმართო მაგისთვის, ახლა ხმას არც ხმას ჩავიხლიჩავ მაგისთვის და არც ენერგიას არ დავხარჯავ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ეგ მასა საერთოდ დგება გამარჯვებული მხარეზე და აიძულო, რომ აღგიქვას შენ ძლიერად და მერე დგება შენთან. ასე რომ მეგობრებო, ვისაც მე ვიცნობ, ჩემს იგულივ, თქვენიდან დაწყებული, ჩემო ძვირფასებო, ეს არის ხალხი, რომელიც არაპირებს გაჩერებას და ამიტომ დანარჩენი საზოგადოება, დანარჩენებს მოგმართავთ ახლა ქართველებს არ დარჩეთ, რომ გავიმარჯვებთ იმ დიდი სიხარულის თანამონაწილეობის გარეშე. ჩვენ დიდი სიხარული გველოდება წინ, შემოგვიერთდით და გამარჯვება ერთად აღვნიშნოთ მერე. თუ არ შემოგვიერთდებით, გამარჯვებას მარტო ჩვენ აღვნიშნავთ და თქვენ ეს სიხარულს დაკარგავთ ჩემო ქართველებო და ნუ დაკარგავთ ამ დიდ სიხარულს სამშობლოში ბრძოლაში სამშობლო ბრძოლაში მიღწეული გამარჯვების შედეგად მიღებული სიხარულისგან. ნუ დავკარგავთ ამ შესაძლებლობას. შემოგვიერთდით 20 სექტემბერს აქ შეიძლება მეტი ადამიანი